პლატფორმის შემქმნელი და დამაარსებელი. მინდა წავდეთ ალბათ ჩემს და გავიწოთ ჩემს მომავალ აუდიტორიას. სანამ თქვენ უკვე მასიურად წარდგები. მე ვარ ეთო, ორი შვილის დედიკო, ვარ ძალიან აქტიური და არ მიყვარს უქმად ყოფნა. იქიდან გამომდინარე, რომ მცირეწლოვანი შვილები მყავს და სტუდიურ სამუშაოებზე ძალიან რთულია გრაფიკის მორგება ბავშვებთან ერთად. ვიფიქრე, რომ ონლაინ სფეროში მეც დავკვედი. სტუდენტობიდან მოყოლებული მუშაობდი ორ სამსახურში ერთად პარალელურად, ამიტომ ვიყავი სტუდენტი. აქედან გამომდინარე, როდესაც უკვე გავთხოვდი შემეძლია პატარა. ჩემთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა ეს გარემოება, როდესაც უკვე მომიწია სამსახურის დატოვება და მუდმივად სახლში ყოფნა. ვინაიდან მარტო ვიყავი და არ მყავდა დამტვერებელი, ფიზიკურად ვეღარ გავაგზავნებდი ვერანაირად ისევ სამსახურს. ამიტომ ბავშვების ყოლიდან ზუსტად 6 თვეში გადავწყვიტე, რომ ონლაინ საქმეზე მომეკიდა ხელი. პირველად ჩემს საზოგადოებამ რენეი რომიდან გამიცნო, შეიძლება ბევრს ახსოვდეს კიდეც. ჩემი მეუღლის მხარდაჭერითა გულში დგომით ამ საქმემ ძალიან გაამართლა. და საკმაოდ აქტიურ ფაზაში ვიყავით უკვე შესულები. ჩემთვის თავარიც ის იყო, რომ პატარასთან ერთად მქონოდა ჩემი მცირედი შემოსავალი. შემდეგ უკვე მალევე შემეძინა მეორე, რამაც უკვე შემიშალა ხელი და ნელა-ნელა მოვუკელი ამ საქმიანობას და ბოლოს საერთოდ მომიწია თავის დანებება. რადგან საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოეთხოვდა იქიდან გამომდინარე, რომ უნდა გემართა სოციალურ ქსელები, უნდა აგიღო შეკვეთები, ასევე მიწოდებასაც ვახორციელებდით ჩვენ პარალელურად და ნუ მოკლედ ეს ყველაფერი საკმაოდ შრომატევადი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ვმუშაობდი ონლაინ. რადგან ძალიან პატარა სხვაობა იყო მათ შორის ფიზიკურად ორი პატარა ბავშვით ვეღარანაირად ვეღარ შევძლებდი ამ საქმეზე გაყოლას და ამიტომაც საერთოდ შევეშვი. ამის შემდეგ ერთ წელი გავიდე და შემდეგ მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა გადავწყვეტეთ კაბების ხაზი გაგვეხსნა, რომელიც ემსახურებოდა კაბების ყიდვა, გაყიდვას, გაქირებას. ოღონდ არ ვიყავით ჩვენ მაღაზია და ასევე გვქონდა სახლიდან ეს ყველაფერი. ეს იყო ემის გარდერობი, ალბათ ესეც ბევრს შეიძლება გეცნობოდეთ კიდეც. 4 წუთად ალბათ ძალიან ბევრმა იცით უახლოესი წარსულიდან, სადაც 7 თვე გავატარე ზუსტად. ეხლა კი უკვე მინდა ისევ მარტო დავიწყო ჩემი პირადი საქმიანობა ონლაინ სფეროში. ისევ ვიწყებ ყველაფერს ნულიდან და ძალიან ნერვიულ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან ძალიან რთულია დღევანდელ გარემოებაში უკვე ონლაინ სფერო, რადგან ძალიან მრავლად არის უკვე და რთულია ფეხის მოკიდება ისე რომ იყო საკმაოდ მოთხოვნადი, საკმაოდ ცნობილი და საკმაოდ კარგი სელერი ონლაინ გაყიდვებში. ჩემი ონლაინ სფერო ისევ იქნება ბავშვის ხაზთან დაკავშირებით, მაგრამ ამავდროულად შემოგთავაზეთ ზრდასრულის კატეგორიასაც. პრობლემის იქნება როგორც სრულიად ახალი ტიგიანი მოდელები, ასევე აუთლეტ ბრენდები, მეორეული კარისამოსი ძალიან ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ფასად. ვიდრე თქვენთვის სასურველი გემოვნებიანი და ხარისხიანი ტალისამოსი შემოგთავაზოთ, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი ფასად, რათა ყველა შეეძლოს შეძენა. ასევე მინდა ნებისმიერი უკავშირი გავიზიაროთ, რათა თქვენთან ერთად გავიზარდო, გამოვასწრო ისე შეცდომები, რაც არ მოგეწონებათ და ერთად გავიზარდოთ ამ საქმიანობაში. იმის მიუხედავად, რომ ძალიან მეშინია და ნერვიულობა ამ ყველაფერს ისე და ისე ნულიდან დაწყებას, მაინც მაქვს იმედი და მაინც მჯერა საკუთარი თავის, რომ რასაც ვიწამებთ და რასაც ჩავიყვეთ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ ვსურს. თავარია უნდა მოვიდომოთ და ჩვენი მაქსიმალური შრომა უნდა ჩავდოთ ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოდიოდეს გულიდან და მთელი სიყვარულით, არ უნდა იყოს იძულებითი ეს საქმე. თქვენი დამხმარება და მხარდაჭერა მჭირდება ეხლა ყველაზე მეტად, რათა ვიწამო უფრო საკუთარი თავის, რომ მე ამას შევძლებდ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც კი ჩაგვიფიქრებთ ჩვენთაგან. ასევე მინდა ცოტა გესაუბროთ სახელთან დაკავშირებით, თუ რატომ არის Edunore Story. ამ სახელს ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, ძალიან დიდი დრო მოვანდობე ლოგოს სახეს, ანუ ამ საკითხის მოგვარებას, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სახელწოდებაში იგრძნობოდეს ის ყველაფერი, რაც მე მაძლიერებს, რაც არის ჩემთვის ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სახელწოდებაში არის ეს ყველაფერი ჩაქსოვილი, აი სახელწოდება Edunore ჩემს მთელ ცხოვრებას წარმოთქვამს. ჩემს ცხოვრების ძალას და სტიმულს, რაც მაძლიერებს და რაც მე სტიმულს მაძლევს და რაც მაიძულებს, რომ უნდა ვიბრძოლო, უნდა ვიყო ძლიერი და არ უნდა დავდიდე არასდროს. ასევე იმის იმედიც მაქვს, რომ ეს სახელი თქვენთვის იქნება უკვე ცნობილი და ძალიან დიდ სიტყვას იღოს და იმსახურებს თქვენგანაც. ეხლა კიდე გემშვიდობებით ჩემო მეგობრებო, მინდოდა სადაც თქვენამდე მოვიდოდი, ცოტაოდენი მოვიყოლა ჩემზე, რათა წარმოგდგენთ გქონოდა თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი. მადლობა ვინც მოგდეუსმენთ ამ ვიდეოს და გემშვიდობებით ამიერთან უკვე შევხვდებით ლაივ ჩარტებში.